ქობულეთის საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმს მასპინძლობს აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, თურქეთი და საქართველო 4 დღის განმავლობაში ერთმანეთს საკუთარ ქვეყნებში მოქმედ ახალგაზრდულ პროექტებსა და გამოცდილებას უზიარებენ. Როგორია უცხოელი ახალგაზრდების რეკომენდაციები და პრაქტიკაში რის დანერგვას გეგმავს ქართული მხარე, რეპორტაჟი ქობულეთიდან. ქობულეთის საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმს მასპინძლობს აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, თურქეთი და საქართველო 4 დღის განმავლობაში ერთმანეთს საკუთარ ქვეყნებში მოქმედ ახალგაზრდულ პროექტებსა და გამოცდილებას უზიარებენ. დღეს პრეზენტაციებზე სტუდენტებმა 5-ვე ქვეყნის ახალგაზრდული ღონისძიებები მიმოიხილეს. დღეს გააკეთეს მოხსენება ყველა ქვეყნებმა, ვინც იყო წარმოდგენილი, ასევე ჩვენი სპორტის სამინისტრო. და ალბათ ხვალ იქნება დასკვნითი ეტაპი, სადაც გაგონდება მემორანდუმი საომავლო გეგმებზე, თუ რა გასობით ხასიათში რა მთავარი კრიტერიუმები იყო გამოკვეთილი და მათ შორის საომავლოდ რა დაიგეგმება. ფორუმის მონაწილეებში ყველაზე დიდი ინტერესი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილმა პროექტმა, ახალგაზრდულმა კლუბებმა დაიმსახურა. პროექტი ლიტერატურის, ხელოვნების, საუნივერსიტეტო ცხოვრებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში ჩართული სტუდენტების თვით რეალიზების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. თავის მხრივ ქართული მხარე პრაქტიკაში პარტნიორი ქვეყნების ახალგაზრდული პროექტების სტუდენტური რესპუბლიკისა და სტაჟირების პროგრამის დანერგვას გეგმავს. სასომხეთიდან ამ პროექტში 4 სტუდენტი მონაწილეობთ. მოხიბლული ვარ ქართველი პარტნიორების ახალგაზრდული პროექტებით. ჩვენ აუცილებლად ჩავიტანთ სამშობლოში აქ მიღებულ გამოცდილებებსა და ცოდნას, რასაც პრაქტიკაშიც დავნერგავთ. აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ფორუმში 60 ყველაზე აქტიური სტუდენტი მონაწილეობს. ფორუმს პერიოდულად სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები და ხელმძღვანელი პირები სტუმრობდნენ და ახალგაზრდების შეკითხვებს პასუხობდნენ. განათლების სამინისტროდან ყავდასტუმრები, ასევე ყავდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, რომლებმაც დიდი სურვილიდან მხარდაჭერა გამოთქვეს ასეთი სახის პროექტებში მათი დახმარების და ჩვენი სტუდენტებისთვის ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი. ამას გარდა ასევე ვაგრძელებთ მუშაობას ითეული სასწავლებელი და ქვეყანა წარმოადგენს თავის აქტიურობას თავის ქვეყანაში. შესაბამისად ჩვენ ვცდილობთ რომ გავცოლოთ ინფორმაციები ახალგაზრდული მიმართულებით და ავიღოთ მათგან საუკეთესო და ჩვენგან მათ აიღონ საუკეთესო. ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ აქ არ მარტო ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდები, სხვა ახალგაზრდები საუბრობენ სვლიან აზრებზე, შესაბამისად მას პოზიციების გასვლა და დაფიქსირება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ სამინისტრო ამ ფორუმს ხარს უჭერს და მომავალშიც დაუჭერს ხარს. საერთაშორისო ფორუმი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით წელს პირველად იმართება. შეხვედრისთვის 56,200 ლარი გამოიღო. ახალგაზრდული საერთაშორისო ფორუმი 2013 ოფიციალურად ხვალ დაიხურება.